სოფელ ჭალაში განვითარებულ მოვლენებს. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი საკრებულოს რესპუბლიკურმა ფრაქციამ ხელის გადაგრეხვის, შანტაჟის, რაღაცა და 1000 გვარი სხვა ხრიკებით მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ჭალაში არსებული მეჩეთზე მინარეთის მიდგმის. ეს ის ცნობილი მინარეთია, რომელიც მათ საზღვარი გადმოკვეთა საბაჟო პროცედურების დარღვევით და რომელიც ძალიან სწორად იქნა ამოღებული შემდგომში ფინანსური პოლიციის მიერ და გადატანილი საწყობს. მინდა თქვა, რომ ეს არის პირდაპირ და აშკარა პროვოკაცია. საქართველოს გადაიქცა პოლიტიკური ისლამის აყვავების და აღორძინების ადგილად და რელიგიური ნიადაგზე სპეკულაცია იქნება გამოყენებული საქართველოს დესტაბილიზაციის შესაქმნელად. ამას აკეთებენ თურქული სპეცსამსახურები, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი აგენტურული ქსელი აქვს შექმნილი საქართველოში, განსაკუთრებით ღიად და დაუჯელად მოქმედებენ ისინი სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, თბილისში, თუმცა გამოინაცვლეს აღმოსავლეთ საქართველოშიც და მათ შორის კახეთში და წალკის რაიონშიც აწყობენ პროვოკაციებს და მათი მთავარი ამოცანა არის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების იმიტაცია, სიმულაცია, ინსპირირება, რათა ამის შემდგომ პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყონ საერთაშორისო ასპარეზზე და უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოიქციონ ქვეყნის ის ტერიტორია, რომელსაც თვითონ მიიჩნევენ, რომ მათ ეკუთვნით. ეს არის აჭარა და სამცხე-ჯავახეთი. და ამათ პირდაპირ და ძალიან ღიად ამბობენ. ამიტომ მოუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად აღკვეთოს ეს პროვოკაცია. მოუწოდებ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქართველობას, თბილისელებს, ყველა ქართველს, ყველა დადგეს ფეხზე და დაიცვა სახელმწიფოს და ერის ღირსება და პატივი. მაგრამ ეს გააკეთონ მშვიდად, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, ყოველგვარი ემოციებზე აყოლის გარეშე, მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში. მაგრამ თელმა ერმა უნდა გამოხატოს ზიზღი და სიზულვილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ დააპირისპირონ რელიგიურ ნიადაგზე ამ შემთხვევაში ეთნიკური ქართველები. რეალურად. იქეთ მხარეთაც და აქეთ მხარეთაც ქართველები, მათ შორის არის რელიგიური განსხვავება. და დღეს 21 საუკუნეში რელიგიურ ნიადაგზე სპეკულაცია არის სრულიად სამარცხინო საქციელი, მაგრამ ამას ძალიან ხშირად იყენებს თურქეთი, მათ შორის თურქეთი ამას იყენებდა ძალიან ესე იგი ოსტატურად სირიაში, სადაც ცდილობდა სუნიტების და აფინანსებდა კიდეც სუნიტებსა და ალავიტების სექტას შორის დაპირისპირებას და ეს მათთვის არის საკმაოდ აპრობირებული მეთოდი და მე მინდა გაგახსენოთ მათი განცხადება, შუა საუკუნეების დროინდელი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს, და მან თქვა, რომ ბაშარ ასადი იმიტომ უნდა გადაადგეს, რომ ალავიტების სექტის წარმომადგენელია. ხა წარმოიდგინეთ, რა დონეზე შეიძლება დაეშვას სახელმწიფოები, როცა შეიძლება კეთებოდეს განცხადება, რომ ვიღაცა იმიტომ უნდა გადაადგეს, რომ რომელიღაცა რელიგიის წარმომადგენელია. ანუ ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ პროვოკაციებს არ უნდა ავყეთ. დიდი მადლობა და მაპატიეთ, მე არა ვარ ხოლმე პარტიების მიმართ აგრესიული, მაგრამ სირცხვილი რესპუბლიკურ პარტიას და მათ ფრაქციას ადიგენში. სირცხვილი. მე მინდა ყველას მოუწოდო, გონს მოაგონ და ნუ გასოდეს გრანტების ან რაღაცის გამო, ნუ გაყიდიან საკუთარ სამშობლოს და საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. იქ იყო დიახ, მე ჩემი ინფორმაციით არ მინდა კინკლაობაში შევიდეს სახელაგვარი, ერთ-ერთი ლიდერი თბილისიდან ძალიან აქტიურად ჩაერია, მაგრამ ფრაქცია რესპუბლიკელებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ანუ ეს რესპუბლიკელების ზეწოლით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეგერთი ახალქალაქშიც ფრაქცია რესპუბლიკელების ღია ინიციატივა ამას არც მალავენ, იქნა მიღებული მოთხოვნა პარლამენტის მიმართ, რომ ესე იგი რეგიონალური ენების სტატუსი მიენიჭოს ეთიკურ უმცირესობებს. ასე რომ რესპუბლიკური პარტია, ესე იგი პარტიას აშკარად აკლია სახელმწიფოებრივი აზროვნება და მე მოუწოდებ, რომ უფრო გონივრულად და უფრო ნამუსიანად მოიქცენ. მადლობთ. ახლა რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, მინდა ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ ხელისუფლებამ მოამზადა თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც პირდაპირ ღია და აშკარად ნიშნავს ქვეყნის დაშლას სეპარატისტულ საფეოდალოებად, ეს იქნება ეთნიკური ან რელიგიური საფეოდალოები, რაც კატეგორიულად მიუღებელი არის
სახელმწიფოსთვის. შესაბამისად ჩვენ პარტიების ერთმა ჯგუფმა ვცადეთ პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, რაც მოხერხდა და შედგა. კონსულტაციები შედგა გუდაურში პარტიათა ინიციატივით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების IFS-ის და USAID-ის დახმარებით და დაფინანსებით და ჩვენ მივედით კონსენსუსამდე იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა და როგორ უნდა იყოს საარჩევნო გარემო და საარჩევნო კოდექსი. შემდგომში ჩვენს მოთხოვნას მოყვა სავსებით კონსტრუქციული შეხვედრა ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდნენ ხელისუფლებიდან და შემოგთავაზეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ასეთი შემადგენლობით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მინისტრი ნარმანია და ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, ნაცვლად 12-ისა, კიდევ ერთი შემოგვიერთდება, დაესწრება ამ შეხვედრას და მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. მინდა თქვა, რომ ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ასეთ კონსტრუქციულ ნაბიჯს, ეს არის დემოკრატიულობის მაჩვენებელი, ეს არის საღი აზრის და გონირულობის მაჩვენებელი და ჩვენ ასევე ყველა პარტია ვართ განწყობილი კორექტულად და ტაქტიანად კონსტრუქციულად ვითანამშრომლობ ხელისუფლებას და რათა აღმოხვრათ ყველა ის ხარვეზი, რომელიც თვითმმართველობის კოდექსს გააჩნია. ასე რომ შაბათს 12 საათზე ჩვენ სრული შემადგენლობით შევიკრიბებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში და უკვე მივდივართ ჩვენი წინადადებით. თუმცა მთავარი საკითხი შაბათს მაინც იქნება დიალოგის ფორმატის განხილვა, რა ჩვენ ხო ერთ დღეში ვერ დავამთავრებთ ამას. ამიტომ ჩვენ დეტალებზე უფრო მეტად გვაინტერესებს ფორმატი. შეხვედრების გრაფიკი, თუმცა ეს უნდა იყოს ძალიან მოკლე, იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტაა. თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ გაზაფხულზე მოვასწროთ არჩევნები, მოკლე ვადაში მაქსიმუმ ალბათ მე ვფიქრობ, რომ 2 კვირაში. ახალ წლამდე ეს ძალიან გვიანდება. უნდა მოესწროს კოდექსის მიღება და ჩვენ უნდა მოვასწროთ ასევე როგორმე საარჩევნო კოდექსში ასევე ცვლილებების შეტანა. ასე რომ ჩვენ მზად ვართ, სხვადასხვა ძალიან კარგად ზოგი ჭირი მარგებელიც კარგად გამოვიდა. ჩვენ ცალკე ვიმუშავებთ თვითონ ცალკე და როგორც კი შევხვდებით ერთმანეთს არ დაგჭირდება რაღაცა ჩონჩხების შედგენა, ისინი მოვლენ თავისი კოდექსით, ჩვენი კოდექსით მივდივართ. მინდა თქვა, რომ კონცეპტუალურად ის კოდექსი ცუდი არ არის, მაგრამ შეიცავს ისეთ ხარვეზებს, საფრთხეებს სახელმწიფოსთვის, რომელიც პირდაპირ საფეოდალოებად დაშლას ნიშნავს. ზოგან ეთნიკურ კურსს მივიღებთ, სეპარატისტულ საფეოდალოს, ზოგან შესაძლოა რელიგიურს მივიღოთ. აი ახლა წინა თემა, რაზეც მე ვლაპარაკობდი, არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ მეტი ჭკუა უნდა გამოვიჩინოთ და მეტი თანამშრომლობა ერთმანეთთან, როცა ესეთ სენსიტიურ საკითხებზე მსჯელობ და მუშაობთ. მადლობა.